გამარჯობა, წარმატებულ დღეს გისურვებთ. სიმწარეთ ისე ლამაზად შემოვა ხოლმე მათ კერძებში, რომ გაგაოცებთ. ბალასის ჩაით ვიწყებ მეც დღევანდელ დილის რუტინას სამზარეულოში. თუ დამიჯერებთ, მხოლოდ ჩაის დასალევად შემიძლია ბაკუბალას ვესტებრავთ. С копченой домашней рыбкой мы все коптим сами. სანაპიროს უხდება, ლემონს უხდება და უხდება ოკეანეს. Это prime steak, филе миньон, плюс шримпы, обжаренные в чесночном соусе, пюре и овощи на гриле. Это аспарагус. მე მივიღეთ მხოლოდ ჩაის ბაქოდან. თქვენს წინაშეა. გავაგემოვნებ დიდი სიხარულით, დიდი სიამაყით. როგორ ამბობენ ხოლმე პირშიდნებაო? პირშიდნება. მადლობა შეფებს. საოცრება ულამაზესია. ვაგრძელებ თქვენს მოპატიჟებას ჩემთან ერთად ბაკუბალასის ტერასაზე. რაც თავარია შოუ, არაჩვეულებრივი მომღერლები დიდი სიყვარულით ბაკუბალასიდან. გამარჯობა, წარმატებულ დღეს გისურვებთ და გირჩევთ, რომ ნახოთ სულ რამდენიმე წუთიანი გადაცემა, რომელიც ბაკუბალასიდან მიმყავს. მე ელენე ნოავარ და ახლა კულინარიით დავინტერესდი. და რაც შემოგთავაზებს ბაკუბალასი დღეს, რითი გაგვაოცებს და გაგვაყვირვებს, აი ესეთ არაჩვეულებრივი ხედით, აივნით, ტერასით, სიმწვანით და ყველაზე მთავარია კერძებით. მაშასე მე ვიწყებ და რაც მთავარია, ყველაფერს ამას ვინიშნავ, იმისთვის რომ შემდეგ თქვენთვის მეგობრებისთვის მოვამზადო და რატომაც არა, ვიყოთ ექსპერიმენტატორები ჩემთან ერთად ბაკუბალასი. შეგახსენებთ 25 წლის არის და 1 იანვარს ისინი იუბილეს გადაიხდიან. მე გპირდებით, რომ რამდენიმე ქართველი, რომელსაც მოგინდებათ ამ იუბილეს დასწრება, იქნება ნამდვილად წარუშლელი შთაბეჭდილება თქვენს ცხოვრებაში. ტერასა, რომელიც სულ ცოტა ასკაძე არის გაშლილი, არაჩვეულებრივი მენიუთი არის გაჯერებული გემოებით, სიტკბოთი, ასევე სიმწარეთ ისე ლამაზად შემოვა ხოლმე მათ კერძებში, რომ გაგაოცებთ. ასევე ბაკუბალაში მუშაობს ქართველი არაჩვეულებრივი მზარეული, რომელსაც მე აუცილებლად გაგაცნობთ მოლოდინს მეცველოდები, თუ როდის მოიცლის ის და ახლა არის არაჩვეულებრივი ამინდი მზიანი დღე, ყველა მიემართებით, რა თქმა უნდა, გასარუჯად, იმიტომ რომ ამის შესაძლებლობა ნიუ-იორკში არსებობს, მაგრამ ემონსზე გაშლილი ლამაზი ტერასა, ხედებით და ასევე გემრიელი კერძებით ბაკუბალასიდან არ გამოგრჩეთ, არ გაუაროთ გვერდი და დღეს რას შემოგთავაზებენ, როგორ მაინტერესებს, სანამ სამზარეულოში ფუსფუსი მიდის, მე თქვენთან ცოტა წავიჭორავებ ის, რომ რესტავრატორები საქართველოში ძალიან კარგები ყავს და განთქმულები ყავს და ამერიკის შეერთებულ შტატებში ყავს ჩვენი შეფები, რომლებითაც ძალიან ვამაყობს. ამაზე ყველამ ძალიან ბევრი ვიცით, ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ მნიშვნელოვანი არის, როცა ვცხოვრობთ ნიუ-იორკში, აი ამ დიდ მნიშვნელოვან წერტილში ყველა კულტურას გავეცნოთ, რატომაც არა სამზარეულო მით უმეტეს, როცა ამის შესაძლებლობას გვაძლევს და ბაკუბალასი მით უმეტეს ფასებით, როგორც თქვენ თავად შეგიძლიათ დარწმუნდეთ, არის არაჩვეულებრივი ხელმისაწვდომი დელიკატესები 50-55 დოლარია, ასევე იწყება ფასები $10-დან და რაც თავარია ჩაი არ გამოგრჩეთ, მხოლოდ სურნელებით, დათრებით. ბაკუბალასის ჩაით ვიწყებ მეც დღევანდელ დილის რუტინას სამზარეულოში, მანამ სანამ სალათი
მზადდება და კიდე რა სურპრიზებს შემოგთავაზებენ. ნამდვილად სურპრიზია თითოეული მათი კერძი. ჩაი ბაკუპალასის ჩაი არ შემიძლია არ დავიწყო. ყოველ დღე, იმიტომ რომ საოცარი სასიცოცხლო არომატიც აქვს. სურნელი, მისი სურნელი ტრიალებს ამ ვერანდაზე და რაც თავარი ამინდიც ხელს გვიწყობს, თხელა ვიცით, მაგრამ ჩაი და ეს ნიავი ერთმანეთს ნამდვილად აბალანსებს. თუ დამიჯერებთ, მხოლოდ ჩაის დასალევად შემიძლია ბაკუპალას ვესტუმრო. აი ამ გემო მისის მონატრება. მანამდე ბაქოს ჩაი საოცრება არის. რამდენიმე ჭიქით, აი ესე ვერთობი დილიდან. Что у нас сегодня? Сегодня у нас смок салмон с копченой домашней рыбкой. Мы все коптим сами. Это рыбка горячего копчения, очень вкусная, слабосоленая. Плюс арugula, бальзамический соус, грибы и вяленые томаты. Салатиц мзад არის. Пожалуйста. Приятного аппетита, приятного отдыха, наслаждайтесь. Спасибо. მოკლედ, როგორც ილია ამბობს, ყველაფერი თევზის შეგოვა, ინგრედიენტები რაც შეიძლება გაამზადონ და მე მოგვართვან, ძველი გემოებითაც კი კეთდება მხოლოდ და მხოლოდ აქ. მხოლოდ და მხოლოდ მათი მზარეულობის მიერ. მოკლედ, ჩვენი სალატი არის არაჩვეულებრივი, ლამაზი ესთეტიურად, გამოიყურება ისე როგორც ახლა დავაგემოვნებ და აუცილებლად გეტყვით თუ რამე არ მომეწონება, იმიტომ რომ მოგეშალება ყველაფერი მომწონდეს, ხო? ნახოთ მომეწონება თუ არა, შებოლილი თევზით, მორთმეული, უამრავი ლამაზი, ბოსტნეულით გაფორმებული соусების სიმრავლე და სიუხვესაც ვხედავ ამავე დროს ის გემოები თუ ითამაშებს, რომელიც არის ცოტა მომწარად ნახოთ. ყველა ინგრედიენტი ერთად, თუნდაც ერთ ლეკვად მოვათანსებთ ახლა, რომ გემო გავიგოთ. სანაპიროს უხდება, ემონს უხდება და უხდება ოკეანეს. რუჩს ამ სეზონს ეს აუცილებლად უნდა გაასინჯოთ. უმეტეს მე ძალიან მიყვარს ბოსტნეული და მიყვარს თევზი. ნაკლებად მივირთვევ ხორცს. ჩირებით არის. გემოები აქაც თამაშობს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სხვა სალატებისგან რადიკალურად განსხვავებულია. ვისაც თევზი გიყვართ, ეს სალატი აუცილებლად უნდა მიირთვათ, გასინჯოთ, დააგემოვნოთ და ისე ამოვნოთ. იმდენად კარგად ითვლიან კალორიებს, რომ დამიჯერეთ, რომ არ არის სტრესში ჩაყენება საჭირო ჩვენი ორგანიზმის. მივირთვათ ჯანსაღად. ძალიან მომწონს. ძალიან მომწონს, იმიტომ რომ სუყეც არის, თან ჯანსაღი საკვებია, თან დილისთვის აბსოლუტურად მისაღებია. Пожалуйста. Surf and Turf. Это prime steak, филе миньон, плюс шримпы, обжаренные в чесночном соусе, пюре и овощи на гриле. Это аспарагус, маленькие перчики и помидор на гриле. Наше фирменное блюдо. Surf and Turf. Это стейк prime, филе миньон, плюс шримпы в чесночном соусе и овощи на гриле с пюре. საოცრება. ძალიან დიდი მნიშვნელობა რო აქვს სერვირებას, ეს უკვე ძალიან დაღალილი თემაა, მაგრამ
თვალი ჭამს და თვალი სვამსო, ესეც ძალიან კარგად ნათქვამია ამ შემთხვევაში. მით უმეტეს, როცა კულინარია ხელოვნების დონეზე აყვანილი მთელ მსოფლიოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ალბათ ჩვენს ქართველებსაც უნდა გქონდეს პრეტენზია და გვაქვს კიდევაც და გვყავს კიდევაც ასეთი შემზარეულები, რომლებიც არ ჩამოუვარდებიან არც ერთ სამზარეულოს, მაგრამ მიხარია, როცა არჩევანი არსებობს დიდ რესტორნებში და როცა გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ესეთ ლამაზ ხეთს ვუგზავნოთ, თან ვტკბებოდეთ, ესეთ გრილი მიავიც შემოდიოდეს ჩვენი განწყობისთვის, თან ეს არის ჩვეულებრივი მუსიკა და მით უმეტეს ახლა, როცა შეიძლება გამოჩნდეს ჰაერი და ნესტი ძალიან გვაწუხებს ყოველთვის, მოგეხსენებათ, ოდნავ ყელის სიმშრალეც არის ეს პრობლემა. ამიტომაც ჩაი, რომელიც ბაქო პალას აქვს, ამაში მე ძალიან მეხმარება. სცადეთ თქვენც, იმიტომ რომ აი ამ სიშრალეს აბალანსებს და გურნავს, რა თქმა უნდა, მცენარეები და ფიტოთერაპია ახლა ძალიან უნდა გავიხსენოთ და უნდა შემოვიტანოთ და მნიშვნელოვანი გავხადოთ ჩვენს ყოფაში, ესეც ალბათ მისაწევი საკითხი არის და მე უკვე დავინტერესდი ამით. ამიტომ რას მივირთმევთ, როგორ მივირთმევთ, რამდენ კალორიას მივირთმევთ, სად მივირთმევთ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სხეულისთვის, ორგანიზმისთვის, ჯანმრთელობისთვის და მით უმეტეს რა სითხესაც დავაყოლებთ თან, ან მივაყოლებთ, ან როგორც არის, მხოლოდ მივირთმევთ. მე მივირთმევ მხოლოდ ჩაის ბაქოდან, რადგან ეს სითხე მეხმარება, ეს ბალახი მეხმარება იმაში, რომ აი ამ სიმშრალეს და ჩემს განწყობას ძალიან კარგი ფონი მისცეს. დღეს გვაქვს ზღვის პროდუქტებზე დიდი არჩევანი აქცენტი და როგორც გითხრეს, სტეიკი, რომელსაც ბაქო პალასი საფირმოს უწოდებს, თქვენს წინაშეა. გავაგემოვნებ დიდი სიხარულით, დიდი სიამაყით, მით უმეტეს ხორცი და შვილები ერთად ძალიან კარგი სინთეზი უნდა იყოს. როგორ ამბობენ ხოლმე პირში დნებაო? პირში დნება. აუცარია. გრილზე მუდმივ შებრაწულია. ბევრი არის ფანტასტიკური და ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ამ რესტორანში საუბრობს. ბრავო. მართლაც ბრავო. მადლობა შეფებს. ფანტასტიკურია. ბრავო. ათიანი. Машас десертის დროა. Ну и под конец нашего замечательного ланча я хочу вам предложить тирамису. Тирамису создан на основе кофе, сыра маскарпоне, печенье савоярди и припудрен какао-порошком. Это все домашнее, мы все делаем сами от нашего замечательного кондитера. Чайт? ოდნავ გაცივდა, მაგრამ დაფილიც გემრიელია. ჩვენ ტირამისუ. საოცრება ულამაზესია. Здесь много калорий. Калорий много. Მაგრამ თუ გამხდარი ხართ, უარი არ თქვათ. მაგრამ ხანდახან კვირაში ერთხელ ხო შეიძლება მივცეთ თავისუფლება. შეიძლება ცალკე ლექსი დაიწეროს ამაზე და ცალკე პოეზია. დიდი მადლობა მზარეულებს. დიდი მადლობა ბაქო პალას. თქვენ ხართ ლიდერები ჩემთვის
ვაგრძელებ სერიას, ვაგრძელებ ჩაის მირთმევას და რაც მთავარია, ვინც ამ გადაცემას უყურებთ, ვაგრძელებ თქვენს მოპატიჟებას ჩემთან ერთად ბაქუ პალასის ტერასაზე. ამინდი ფანტასტიკურია, სამზარეულოც ფანტასტიკურია, ექსპერიმენტები ერთად ჩავატაროთ, ერთად ვისაუბროთ ლამაზ გემრიელ კერძებზე, რომელსაც თავაზობს ბაქუ პალასი. მოკლედ შემდეგი გადაცემა იქნება მეგობრებით დატვირთული, თუ რომელი კერძი მოეწონებათ, რომელ გემოებს თუნდაც დაგვიწონებენ, რა შენიშვნებს მოგცემენ, რა უნდა გავითვალისწინოთ და კიდევ რა სიახლეები გველოდება წინ, ამას აუცილებლად გაგვაგებინებს ბაქუ პალასი, ჩემი თანაწამყვანი ილია, რაც მთავარია მზარეულები, რომლებიც ფუსფუსებენ და 24 საათის განმავლობაში მუშაობენ და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ბაქუ პალასი ხსნის უკვე გარეთ კაფეს, თქვენ შეგიძლიათ გვერდი არ ჩაუაროთ, თუ არ შემოგბრძანდებით უკვე მეხუთე წერტილი ლოკაცია მათთვის, ვისაც შეუძლია მხოლოდ ყავაზე და ჩაიზე გადაატაროს მთელი დღე და განვირთოს თავისი კვება, თუნდაც კვირაში ერთხელ. რატომაც არა, ეს ჩვენ ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ორგანიზმიც მუშაობს და ხანდახან უნდა შეისვენოს მანაც. თუმცა მანამდე მიეცით თავისუფლება, გაუხსენით ყველა გემოებს შესაძლებლობა იმისთვის, რომ კარგი დრო გაატარონ. თუნდაც თქვენს სხეულში და მიიღეთ ის კალორია, რომელიც აუცილებლად ხანდახან გჭირდება. ეს არის ბაქუ პალასის სამზარეულოდან ტირამისო. მე 3 კერძზე უკვე შემოგთავაზებთ. ახლა ისევ ჩაით დავიწყე და ჩაის გავაგრძელებ და მინდა გითხრათ, რომ ქართული კერძების დროც ნამდვილად დადგება. ეგზოტიკა, თევზი, შებოლილი თევზი, თუნდაც ზღვის ყველა პროდუქტი, რომელსაც წარმოადგენს სამზარეულო, არის მნიშვნელოვანი მათი მომზადება. სხვადასხვა კულტურა, განწყობა, ყველაფერი ეს იგრძნობა სცენიდანაც. წარმოდგენილია ბაქუ პალასში არაერთი შოუ, ყოველ დღე იცვლებიან მომღერლები, მოცეკვავები და ასე შემდეგ. მაგრამ ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ჯანსაღად ვიკვებოთ და ბუნება განწყობის ამაღლებაზეც, როცა ზრუნავენ, ალბათ უფრო მეტად მიგვიზიდავს ის რესტორანი გამორჩეული, განსაკუთრებული და რაც თავარია ხასიათზე, რომელიც მოგიყვანს, უნდა პასუხობდეს გემოვნებასაც. ამიტომ ყველაფერი არის სადაო. თქვენ შეიძლება მოგწონდეთ სხვა რესტორანი, მე შეიძლება მომწონდეს ბაქუ პალასი, მაგრამ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის დროს რო უძლებს 25 წელი ხო ძალიან დიდი დროა, რომ დროს გაუძლოს უპასუხოს იმას, რასაც დრო უსწრებს. დროს უსწრებენ კულინარიის განხრითაც, ასევე განვითარების და გემოების მიხედვით. რაც თავარია შოუ, არაჩვეულებრივი მომღერლები, მუსიკოსები, უამრავი კოსტუმირებული მოცეკვავეების გრანდიოზულობა კიდევ მეტად დიადს ხდის ბაქუ პალას. ეს ყველაფერი ალბათ 25 წელმა გამოცდილება მოიტანა. ახლა კი იმის დროა, რომ დაგემშვიდობოთ კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით ბაქუ პალასიდან და ქართველების სახელით მივულოთ მათ ეს არაჩვეულებრივი იუბილე. უამრავი პერსონალი ყავთ მათ, უამრავი გეგმა აქვთ მათ შორის არის კიდევ ერთი სიახლე, რომელზედაც სხვა გადაცემაში მოგახსენებთ. ვითარდება ბაქუ პალასი, მათ შორის მეც ახალ კერძებს არა მხოლოდ ვაგემოვნებ, არამედ ვსწავლობ და შემდეგ პრაქტიკაში გადამყავს ჩემთან მეგობრები, მობრძანდებიან არა მარტო სახლში, არამედ ბაქუ პალასის ტერასაზე. მოდით თქვენც გავიცნოთ ერთმანეთი და ვისიამოვნოთ სხვადასხვა გემრიელი კერძებით. ბაქუ პალასი კი გემშვიდობებათ ერთი კვირით და ჩვენ აუცილებლად თქვენთვის კვლავ შევხვდებით გემრიელ გადაცემას მოგიმსადებთ. ნახვამდის.